გამარჯობა. მე დღეს აღამოს კვლავ დაგიბრუნდებით, ძალიან ვრცელი ვიდეოთი, ძალიან საინტერესოთი, ამიტომ არ გადართოთ დარჩით არხზე. მე კი ძალიან მოკლედ მინდა ვუპასუხო იმ კომენტატორებს, რომლებიც მეკითხებიან თუ რა ხდება დღეს მახაჩკალაში, დაღესტანში. კავკასიონის ქედის გადაღმა. არაფერი განსაკუთრებული. მე უკვე რამდენიმე ვიდეოში არაერთხელ მithქვამს, რომ ჩვენ შესული ვართ, ანუ ჩვენი პლანეტა შესული არის გლობალური ცვლილებების, კლიმატის ცვლილებების ფაზაში. ეს ფაზა გაგრძელდება. უკან დასახევი გზა ჩვენს პლანეტას აღარ დარჩა. არის ეს ადამიანის გამოწვეული თუ არ არის ამაზე შეიძლება კამათი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და ამას თქვენ ყოველდღიურად ხედავთ, რომ კლიმატი ისეთი აღარ არის, როგორც იყო. სწორედ ამ შეცვლილი კლიმატის პირობებში ხდება ძალიან ბევრი ადამიანური ბოროტების გამოვლენა და ასეთ ბოროტებას და ჩემთვის ნომერ პირველი ბოროტება ეს არის კორუფცია. სწორედ კორუფცია არის საწყისი ყველანაირი ომების, ყველანაირი დანაშაულებების და მათ შორის ადამიანთა დაღუპვის სტიქიური პირობების გამო. რატომ? იმიტომ რომ ნორმალურ ქვეყნებში სტიქიური უბედურებების დროს მსხვერპლი არის მინიმალური, თუ საერთოდ არის. თქვენ იცით რომ გერმანიაში შარშანწინ იყო ძალიან ძლიერი წყალდიდობები მთიან რეგიონებში და მხოლოდ 3 კაცია დაღუპული. მახაჩკალაში ათეულობით ითვლიან ჯერჯერობით. რატომ? იმიტომ რომ იქ კორუფცია ისევე როგორც შეგვწყვება საქართველოში. იმიტომ რომ იქ მრავალსართულიან სახლებს აშენებენ მდინარეების კალაპოტებში მთიან რეგიონში ხალხო. ასაც საქართველოს წარმოადგენს, ასაც თბილისი წარმოადგენს, იმიტომ რომ თბილისში გამავალი ის ერთი მდინარე თუნდაც არის მთის მდინარე, მთაში იღებს სათავეს და იქედან მოაქვს ის უბედურება, რაც მოიტანა 2015 წელს. ჩვენც მთის რეგიონი ვართ. ალბათ უფრო მეტი ვიდრე დაღესტანი, იმიტომ დაღესტნის ერთი პატარა ნაწილი არის მთის, მე დანარჩენი უკვე იქეთ ველებია. ჩვენ ფაქტიურად მთელი საქართველო არის მთის რეგიონი, ნებისმიერი ქალაქი. იგივე ბათუმი, იგივე ფოთი, თქვენ გონიათ ეს არ არის მთის ქალაქები, მათთან ყველასთან ამასთან მთის მდინარეები ჩამოდის. ძალიან ბევრი პარალელია საქართველოსა და დაღესტანს შორის. მახაჩკალაში ისევე როგორც საქართველოში არის მშენებლობის ბუმი. უბრალოდ ის განსხვავებაა, რომ იქ ვისთვის აშენებენ გაუგებარი ნახევარი დაღესტანი უკრაინაში საომრად გაუშვეს და იქიდან 70% ახალგაზრდებისა იქ დარჩა. ეს ბუშტია, ჩვეულებრივი ბუშტია, რომელიც იბერება და ან ეკონომიკა გახეთქავს მას, ან სტიქიური უბედურება, უпроსტად სტიქიური უბედურება იქნება ტრიგერი, რომ იგი გასხდეს. ანალოგიური რამ რომ არ დაგვემართოს, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ჩვენთან მინიმალური იყოს კორუფცია. ეს ძალიან რთულია იმ პირობებში, რაშიც ჩვენ ახლა ცხოვრობთ, მაგრამ შესაძლებელია. შესაძლებელია გავაპროტესტოთ, ყოველთვის გავაპროტესტოთ ის, რაც უგვანია. მე სულ მიკვირს ხოლმე, იცით, აი იქ კუდიგორის მთამოჭრეს გელამთივლიშვილი ძალიან კარგი რეპორტაჟი იყო. იქ რკინიგზა გაიყვანეს და სოფლები დაწვა. იქ შახტებს არასწორად ამუშავებენ და სოფლები ინგრევა და მიწაში ჩააქვს მთელი რაიონები. სად არის ეს ხალხი, ეს მაცხოვრი? კარგი, ის კორუფციონერია და აკეთებს თავის საქმეს, ანუ ფულს. შენ სათხარ ამ დროს. შენ როცა თქვა კუდიგორის სადღაც აი ყვარლის რაიონში ცხოვრობ და ყოველდღიურად უყურებ რა ხდება ულამაზეს მთაზე, რომელიც გვერდით არის მე-5 საუკუნის უნიკალური ძეგლი. აი შენ რას მიკეთებ ამ დროს? ბზობას ულოცავ მეზობელს, მერე ხარებას ულოცავ, მერე აღდგომას ულოცავ და ის მე-5 საუკუნის ძეგლი, რომელიც საერთოდ ავთენტურობა დაკარგა იმის გამო, რომ ვიღაც მილიონერმა, ვიღაც წილოსანის, ვიღაც დეპუტატის გაურკვეველი წარმომავლობის, წარმომავლობა რა გარკვეულია ის, რომ მილიონრები არიან. იმის ნათესავი რო აშენებს რაღაცა რესტორანს იმის გამო? სათხარ შენ მოსახლე, მოქალაქე, ამ ქვეყნის მოქალაქე, შენი რაიონის პატრიოტი. როცა შენს თვალწინ ასეთი რამ ხდება. აი სანამ ჩვენ ამას ყველაფერს გადავყლაპავთ, ჩვენ უარესი დაგვემართება ვიდრე მახაჩკალას და ვიდრე დაღესტანს. იმიტომ რომ ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ, ჩვენ გაცილებით დიდი ქვეყანა გვაქვს, ჩვენ გაცილებით მრავალფეროვანი ქვეყანა გვაქვს და გაცილებით ბევრი მდინარე და ხევი გვაქვს, რომელიც შეიძლება გაგიჟდეს. და გაგიჟდება კი აუცილებლად მე ყოველთვის გაფრთხილებ და აი ხა დაიწყება გაზაფხული, დაწყებულია უბრალოდ, აი დაიწყება წვიმები, იქნება გაგრძელდება თუ
კვლავ არ შეიცვალა რაღაცა, იმიტომ რომ წელიწადის დროები ისეა გადანაცვლებული ვეღარაფერს გაიგებ და ვეღარ ერკვევი რა ხდება. ივნისი იქნება წვიმიანი, ივლისის პირველი ნახევარი ალბათ. მზად უნდა ვიყოთ, რომ სადღაც რაღაცა მოხდება. და მზად უნდა ვიყოთ როგორ? ჩვენ თუ ჩვენი გამგეობა და ვიღაცები არ ვიცი რა ქვია იმათ. სოფლებში და იმგენში რო არიან, ისინი ფულის მას თუ მოუწყვიტეთ და თუ ვერ მოუწყვიტეთ, ჩვენ მაინც გავაკონტროლოთ, ჩვენ ამოვიღოთ ხმა, ჩვენ ავტეხოთ ყვირილი, ჩვენ გადაუდგეთ იმ ტრაქტორებს და ბულდოზერებს, რომლებიც ჩვენს სოფლებს ანგრევენ. თუ მდინარის კალაპოტს წმენდნენ, კი ბატონო, პირიქით პურმარილი გაუშვათ. აი ამის მამინდოდა არაფერი განსაკუთრებული მახაჩგალაში არ ხდება. მოხდა ის, რომ მოვიდა ძლიერი წვიმა, დახვდა ქვემოთ კორუფცია და შრალი ხევები, რომლებიც აივსო წყლით, წამოიღო ქვაღორგი, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იყო იქ დაგროვილი და დაანგრია სახლები, დაანგრია საცხოვრებელი კორპუსები და დაღუპა ადამიანები. ვიყოთ ფრთხილად, გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას. პირველ რიგში ქვეყანას თუ გაუფრთხილდებით, შემდეგ ქვეყანა ჩვენ გაგვიფრთხილდება. მაშასე საღამომდე გემშვიდობებით და არ გადართოთ ისევ მეორე ძალიან საინტერესო თემების კრებული გელით ძალიან გრძელი ვიდეოთი. აბა